მეგობრებო, ყველას გამარჯობათ, მოგესალმებით. დღეს ვართ ბათუმში, კერძოდ სოფელ ხალაში ვართ დღეს. ოჯახში. ხო. ხო და დღეს ჩამოვიდნენ თურქეთიდან ჩვენებურ ქართველები, აქ იპოვეს ნათესავები, ხო და აქ არიან თურქეთელი ქართველები, ჩვენებური ქართველები და რა თქმა უნდა აქაურ ქართველები და ოჯახში ვართ. მადლობა, დიდი მადლობა მასპინძლობისთვის, ასე თბილი მიღებისთვის, ნამდვილი ქართული სუფთა სიყვარულის მიღებისთვის და ახლა სიტყვა მოგცემთ, ერთი თქვენი ემოცია მაინტერესებს, დღეს რა იგზენით. პირველად ბაბუას თქვენ მოგცეთ თუ ვის? პირველად კაი ბატონო. ჩვენ თქვენ თავიდან კი ბატონო. მოგესალმებით ყველას, ძალიან დიდი მოხარული ვარ, რომ დღეს მივიღე ასეთი კარგი ზარი. დაახლოებით 4 წლის წინ ჩვენ ვიყავით ჩასული სტუმრად კერასონის, კერძოდ სოფელ დამუდერეში, ვეძებდით ჩვენი ბაბუას სანათესავოს, ვინმე თუ იყო შემორჩენილი და ბატონმა ორხანმა დიდი მუშაობა გასწია, ძალიან დაგვეხმარა და დღეს სავარაუდოდ ჩვენი ახლო ნათესავები ვიპოვო და გაგვაცნო. ბატონო მურატ, მინდა რომ კამერაში ისტორიაში დაარჩეს. ანუ თქვენი ბაბუა იყო ხულუსი ახმედი. ხულუსი ჩემი ბაბუა იყო. ახმედის ჩვენი ბაბუას მამა იყო ხულუსი. ხულუსი და ესენი არიან ახმედის არა, ესენი არიან ხულუსი ბაბუას ძმის შთამომავლები. ანუ ბიზაშვილები, ასე გამოდის და იპოვეთ დღეს ერთმანეთი. ჩვენი ბაბუას ბიძაშვილის შვილები. გასაგებია. ახლა დამთავრდა? ახლა თქვენ მისცეთ სიტყვას. Türkçe konuşayım değil mi? ქართულად ჩვენებრივ Türkçe konuşalım. Türkçe konuşayım. იყოს. Türkçe mi? Türkçe იყოს. Ben Adil Yıldız. Gürcistan'a geldik. Bizim dedelerimizin kardeşlerini bulduk. Bunlarla beraber bir arada bulunmaktan mutluluk duyuyoruz. Yeni tanıştık. Bunlar bizim köyümüze gelmişler. Damudere köyüne. Hulus dedeyi bulmak için. Hulus dedenin kim olduğunu. Hulus dede Ahmet Can dede ile Hasan Ali dedenin kardeşleri. Bunların Ahmet Can dede ile Hulus dede kardeş. Bunların Hulus dedenin oğlunun bunlar oğlu. Biz de bunlarla yani kökten amca çocuklar oluyoruz. Böyle bir güzel bir sofra yaptıkları için, böyle bir anı bize verdikleri için kendilerine teşekkür ediyoruz. Minnettarız. Büyük halayı tanıdık, amcaoğlunu tanıdık. Büyük anneyi tanıdık, amcaoğlunu tanıdık. Hele bu da bizim en büyük amcamız. Hepsi için teşekkür ederiz. Moklak gadavtarpit, anu ambotson me var Adil Yıldız'ı. Türketeli, Kalak Giresunis, Sopel Damudere'den o, Bulancani, rayonu Sopel Damudere'den var. Çüveni babua Ahmet Cani'den Hulusi dedeyi ilkten amati dedeyi de çüveni dedeyi babua iko zme diyor. Çüven mat bizaşvilebi anhu. Eseniyo otkıtılıstina çüveni bizaşvilebi çamosulan çüveni soperçi. Çüveni arbi sodito maşino arbi kavit soperçiyo. Ahla dığes gezo çamavedet Türketiden ako. Gavisanet ertmanesi de did mandobas getit. Kıvalasta aseti lamazi suprast, kaçol suprast. თქვენ დაგამართეთ თუ გითხრათ თუ გავიდეთ მამიდაზე. მამიდასთან გავიდეთ და მე თუ რაღაცა ჩავამატე. კი ბატონო, მამიდა ჩვენ. მე დააკვირდი რომ ჩემი ნათესავები დევიცანი ძალიან მიხარია და რა ვიცი მე ვთხოვ რომ კიდევ ბევრ დრო შევხვდეთ ერთმანეთს. მადლობა. რა იგზენეს დღეს? თქვენ მამა თქვენი თუ ბაბუა თქვენი გასოსწრეთ თუ არა თითქოს? მამა ჩემი ხულუსის შვილი წარმოშობით იყო ზუნდაგიდან და რუსეთში ცხოვრობდა მამამისი. ხო. ყველას მადლობას გიხდით მოგზაურობისთვის, დაფასებისთვის, რომ ჩვენ ნახეთ ერთმანეთს. ხმეტმა დაგმოცოთ და დიდხანს იცოს. ჩვენო როგორ გიცათ, ჩემო უпросо და ასე გამოდის თუ რაღაცა ბერიძებ თქვენ ხო? მე დღეს დიდი სიხარული მაქვს ოჯახში. ჩემი მამა მთის სატევ უძეში.
რა ვიცი, სიტყვით ბევრი რამის თქვა მინდა, მაგრამ შეიძლება ვერ გამოვხატო. ძალიან მიხარია თქვენი სტუმრობა, თქვენი გაცნობა. რა ვიცი, სულ ასე გახარებული ყოფილიყავი, როგორც დღეს მიხარია. ერთჯერ შევხვედრილიყავით. იქეთაც, აქეთაც და ჩემი მეუღლე ძალიან გახარებულია. ვიგრძენი დიდი სიხარული, ნამდვილად დიდი სიხარული ვიგრძენი. მიწაშიც მიხდება, მე მგონი ჩემ მამამთილის სული. იმედია ღმერთმა ნათელში ამყოფოს მამამთილის და ყველა გადარჩების სული. მამამთილი ყავდა, ბევრი მოგონებები მაქვს, ბევრი მონაყოლი, სად იყო, როგორ იყო, რა იყო და დღეს თითქმის ცოცხალია და ის ჩვენს გვერდით არის ახლა. დიდი მადლობა მადლობა თქვენ. ამისთვის დიდი მადლობა. ჩვენ რომ თქვენ ასე მადლიანი საქმე გააკეთეთ. ვის გნებავთ, ანუ როგორც თამო. თქვენ იყავით დამოდერეში მაინც სოფელს გირესუნში. ადრე ერთად მოხდით ხო? მოხარული ვარ, აი ჩემს გულში ეს შეხვედრა დღევანდელი სიკლის ბოლომდე იქნება. დღეს გავაცოცხლეთ ახმედ ბაბუას სული. და მე ვინც ამ შეხვედრაში მონაწილე არის, ყველას მადლობა და ვინც ეს შეხვედრა კიდევ მოამზადა და გაგვიკეთა, იმასაც დიდი მადლობა. მე ვიქნები სურვილი მექნება ხშირ-ხშირად შევხვედრილიყავით და უფრო ეს ნათესაობა და ახლობლობა უფრო მაღალ წერტილზე ასულიყოს. მადლობა ყველას. თქვენ რა ქვია და კამერაში? ქემალ გოარი? ვარშანიძე. ქემალ ვარშანიძე. მადლობა ბატონო ქემალ. თქვენ? ხო, კაი არა უშავს. თქვენ? მე ვერ ამას ვერ ვიტყვი, მაგრამ ძალიან გახარებული ვარ. ხოდა მინდა სურვილი მაქვს, რომ კიდე უფრო ახალგაზრდა თქვენ ხართ მოდი აქ. ახლოს გევიცნობ იქაც კიდე შვილია ის. ხოდა მე რომან ვარშანიძე ვარ. ქემალეშვილი. გახარებული ვარ, დიდი მადლობა ყველას. ჩვენს. მადლობა თქვენ. ცდილობა მიიღო. ჩვენ სახალი გوارი? სახალი ფერჰად ფექტენერ. წარბოღლი ვარ, ამა ჩემი ნენე ხულისი დედესი, ჩემი ნენესი დედაა ხულისი. დამოდერეს სოფელიდან, მანჯახ დამოდერეს სოფელიდან. ჩემი ნენესი დედელანი ხისმანი ვიფრეთ გიმიხარდა კაიქნა. მადლობა დიდი. Თქვენ? Evet. Ben Abdullah Yıldız. Tanıştığımız için çok memnun oldum. İnşallah onlar da bizim memlekete gelip daha işi ileriye doğru götürmeye yaparız. Teşekkür ederiz. ძალიან დიდი მადლობა, ძალიან გამიხარდა დღეს რომ აქ ჩამოვედითო. დიდი მადლობა, კიდევ უნდა შევხვდეთ იმედია. თქვენ რაღაცა თქვი და როგორი ხარ და რას რო იქნება. რაც რომ გაგიხარდა და გულში იგრძენი, მაგით აღიარე და თქვი რა. ყველაფერი ჩვეულებრივ. ხომ გაგიხარდა თქვენ ხომ გამიხარდა ნათესაები ჩემ უთხეს იგი მესტუმრე ძალიან დიდი სიხარული და თითი აიღეთ ხო? დიდი სიხარული ტრიალებს აქ ჩვენს ოჯახში და ჩემ გულშიც და დიდი მადლობა. ჩვენს მადლობა. ახლა კამერა შევიცვალოთ მაშინ თქვენ დაბზანდეთ, არა მე შევისვლი. აქ დაჯექით, აქ და თქვენ ორი სიტყვა თქვარით, მე ხო? აქედან თუ შეიძლება ბოდიში. ხო, როგორ არის? ეფენდი. ო. მოხარული ვარ პირველ რიგში მოგესალმებით. მერაბ ვარშანიძე, ახმედ დედეის პაწაი ბადიში ვარ, სულ პაწაი. ბაბან ვათანზე მე ვარ. აი ეს ყველაფერი ჩვენი შეხვედრა ალლაჰდან, ღმერთისგან, უფლისგან. ამინ. შედგა მადლობა თითოეულ თქვენთაგანს, ჯერ გამჩენელ ღმერთს, მერე თითოეულ თქვენთაგანს. ამას ეკნება აზრი ჩვენ შეხვედრას, თუ ამის შემდეგ კიდევ ერთმანეთს მოვძებნით, ჩემი სისხლი ასე შევხვდებით თქვენ თურქეთიდან აქ მოხვალთ. ჩვენ და მოხვდოთ და თქვენ ბოირუმს აქ აჩევთან აი ბაბამ ვათანი ახმედაი, მე ახმედაი ვარ, პაწაი. პაწაი ბაბამ ვათანზე მე ვარ. აი ჩემი ყარდაში კიდევ იქანაი არის რუსეთში. MJ იმის ყარდაში უსუფის შვილია მაგ. ამის ყარდაში უსუფი ერქვა. ხო, იგი გაგმასმოვრობს. ახლა ვერ შევდე. მე ოფიციალურად კიდევ შემოვითვალეთ ბოირუმს ყოველთვის
ჩვენ ძველი ქართველები ვართ, არ აქვს მნიშვნელობა ერისა და რასისა, რელიგიისა, მაგას არ მივახსენებთ. თავარია ერთი ჯიშის ხალხი ვართ. ერთი სისხლი. მე თქვენ დღეს რომ დაგინახეთ, ამ თმებმა პრავოლკასავეთ გამაგრდა. შამპუნით დაბანილმა გენაცვალე. დადგა? ო. გენაცვალე. ახლა წესია, თმაიც დადგა. შამპუნით გეგონება ალუმინის თელიაო, პრავოლკა. ო. რატომ ადგა? აგი გულმა იგზნო. მე არ ვიტყვი ევლია ვარ, არ ვიტყვი ანგელოზი ვარ, მაგრამ ამ რაღაცა ხტები გულიში ინშალლა მაძლევს მერჩი. ინშალლა. მე მქონდა შემთხვევა ვკვდებოდი, ღმერთმა მომცა სიგნალი ავად გამხადა მივე ეკიდან გადავჭი. ინშალლა, აბა მე მაგარი ვარ. საალო. მობზანდით, ახლა ასე მობზანდით, კამერა აიღეთ. კი. მეწავალ. კი. ახლა მეგობრებო, ერთი რამს გექვი. მამაჩემი სულ ასე ლაპარაკობდნენ მამაჩემი, მამიდაჩემი, ძაჩემი ყველა რომ ყავდნენ დედის მხრიდან სანათესავო. დიახ. დეიდაშვილები რაღაც ასეთები. მაგრამ მამის მხრიდან ბიძაშვილობა და სანათესავო არ ქონდათ. ხომ გამიგეთ რას გეუბნებთ რომ ყველა იყო ბაბაჩემი და მოწყვეტილი დაკარგულად ითვლებოდა ფაქტიურად ამდენი ხნის განმავლობაში. კი ბატონო. და რა თქმა უნდა, ყველა ფიქრობდა, ყველა ნატრობდა რომ როგორმე გამოვნახოთო. რაღაცა ცეპოჩკა რაღაცა გამოვნახოთო და ვნახოთო და მოხდა ის რაც რომ მოხდა. მერაბი სწორედ თქვა, ეს შეხვედრა არაფერს არ ნიშნავს თუ გაგრძელება არ ექნება. გაგრძელება უნდა იყოს აუცილებლად. იმიტომ რომ თქვენ როგორც მე ვიცი უკვე ყავთ თქვენ ძმები, ბიძაშვილები, დეები, თუ ქალბატონები თუ კაცები, ჩვენ უნდა ვიცნობდეთ სახით მაინც. და იგენმაც უნდა იცოდნენ ჩვენზე რაღაცა წარმოდგენა უნდა ქონდნენ აუცილებლად. მადლობა დიდი. ახლა მე მინდა აგიხსნათ, ანუ ფუტკარი. მე ახლა ბევრი ლექსი გითხრობ. როგორც ვთქვათ, ახლა რუსთაველის უდიდესი პოემიდან გითხრობ თავებს, რაღაცა ცოცხალი პოეტებიდან გითხრობ, რაღაცა გარდაცვლილი პოეტებიდან, ჰოიდან ანა მემლეკეთი, რაღაცა, მაგრამ კიდევ მინდა დღეს წავიკითხო ახლა თურმე ფუტკარი მარტო თაფს არ აკეთებს, სხვა რამეებსაც აკეთებს. ქალბატონი მზია სალვარეძე დაუწერია დაწერა ერთი ლექსი ფუტკარებთან შესახებ. მაჩახელას ფუტკარო და ნეტა რაზელია ახლა წაგიკითხავ. როგორც ემთხვევა დღევანდელი შეხვედრასთან. მაჩახელას ფუტკარო. ნეტაი აითქენ მიფრინავ მაჩახელას ფუტკარო. ბაბაის თქმული თუ გახსოვს, გახმელ ბერებს უთხარო. ზედ ვაკიდან ვაკემდე ნისლიღო ხავს უჰალო. ნეტაი კიდევ რამდენ ხანს უნდა გოსლო უფალო. ხედავ კარსტლის წვეროიდან რა ფერდგებამ ძებერი ალბათ ჩვენ მან ენოლამ შემეითვალა ხებერი ხოდა გევდეთ კალოზე დარდით გამოკამპონდი და მევსმინოთ იქიდან შემოწმილი ქართული ნეტაი წრელავი წვიმებმა კერეკუნცხეს რა უყო ლაზარობა იზამეს თუ ჩახკიდეს ქუაღორღი ხიდიდან და ზუუზახეს ნაკვესტების ხატვიზა გემეიჭიხე ხატნიდან ძევდა აგზენ გაგორდი. ვაი, თუ ხერტვის ქილისეს წვიმა გასწრა ყავარმა სროკედებს მეედვა ეზო გაატალაურა ხავსი ხატებს შეუჩნდა გველი გაჩნდა ფუძეში მაშინ რაღაც ჯახილობ დანადევსოთ უბეში მაჩახელას ფუტკარო ქომო იფრინე მინდა ნახო სოფლებში რა ფერ ეფათუნეება ჩემე გულის ჯიგარი და მომიკვე ეს ტიპის ბედი თუ ეთბუნება მაჩედარი ხარივით გულო ბევრი სტანია რა უქნა ბედმა ბოხრიდან კდარი ამატანია ისა ზალვან დამსხრიკა ისა დამახუხუნა რომ დამამხო ნაგრანი თავზე რაფერს ხუხულა ხოდა მიტომ ყველა იდიხე გახმითებზე უსულობ მინდა დამღრალ უბეში გული აუ ფარტკალო სანამ ცული ქართული ჯერ არ განაგირება სანამ კარსტლის წვეროიდან მზე იმედით მაჩიხებს მაჩახელას ხევისკენ აუყევი ფუტკარო მარა ისმენ დაბრუნდი ბაბაის უთხარ
ეს ბუხარში ამაყევდარი იქ რამხელა ჭირვარამი მოყვა ამ ლექსში. ჩვენი საქმესთან ემთხვევა ეს. ზუსტად.